მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მინდა შემოგთავაზოთ მომავალი კვირის ტარო პროგნოზი, რა მნიშვნელოვანი მოვლენები გელით კვირის განმავლობაში. რა მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება მომდევნო კვირის განმავლობაში. მოდი ვნახოთ. პირველი ვარიანტი და რჩება თქვენთვის. მეორე ვარიანტი რა მნიშვნელოვანი მოვლენები გელით მეორეებო რჩება თქვენთვის. და დავტიოთ მესამეც როგორმე. მესამე ვარიანტი რა მნიშვნელოვანი მოვლენები გელით ამ კვირაში და რჩება მესამეებისთვის. პირველი იქნება ამეთვისტო, მეორე მწვანე ავანტურინი და მესამე იქნება ლაბრადორიტი. დაკვირდით მინერალურ ქვებს, რომელი ქვაც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. ამეთვისტო, მეორე ავანტურინი და მესამე ლაბრადორიტი. მე გადავდებ მესამე ვარიანტს, მეორეს და მოგესალმებით პირველებო. ვინც აირჩიეთ ამეთვისტო. რა მნიშვნელოვანი მოვლენები გელით? თქვენ შეიძლება ელით ცვლილებებს სამსახურში, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ეძებს ახლა სამსახურს სამომავლო პერსპექტივისთვის და თუ თქვენ არ გაჩერდებით და ბოლო ჯერც და არ დაგეზარებათ, თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ სამსახურს. მეორე ვარიანტიც მოდის აქ, თუ მხოლოდ მიწერ-მოწერა გქონდათ პირად ურთიერთობაში თქვენს მამაკაცთან და ის აგვიანებდა პასუხის დაბრუნებას ან თქვენთან შეხვედრას, ან არ აქტიურობდა, გეტყვით, რომ ეს ადამიანი აი ამ კვირაში გამოჩნდება თქვენს რეალობაში, ან მოგწერთ, შეგეხმიანებათ, დაგეკონტაქტებათ, რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ. თუ ცვლილებები გსურთ ურთიერთობაში, ვისაც ცვლილებები სურს ურთიერთობაში და გადაწყვეტილი აქვს, რომ ძველი ურთიერთობა დაასრულოს, რადგან ის ურთიერთობა უკვე მას აღარ ავსებდა ემოციურად და ვერ იღებდა იმას, რაც მას სურდა, მაშინ გეტყვით, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი მამაკაცი. რჩება თქვენთვის. რჩება თქვენთვის. მეგობრებო, როგორც გითხარით, თუ ეს ეხება სამსახურს და ელოდებოდით რაღაცას, ელით, თქვენ უნდა გააქტიურდეთ, მხოლოდ მოლოდინით რეზულტატს ვერ მიიღებთ. აუცილებელია თქვენი ჩართულობა და ნოიქნებით მოლოდინის რეჟიმში. თუ თქვენ პარტნიორს რაც შეეხება, თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად მოლოდინის რეჟიმში გამყოფებდათ, დროა გამოხვიდეთ აი აქედან, დროა დაასრულოთ აი ეს უაზრო მოლოდინი, რაც თქვენ გულს გტკენთ, გძაბავთ, გადაყეხართ ნეგატიურ ენერგიებში და დასრულების შემთხვევაში ეს შეიძლება თვითონ ეს ადამიანივე გააქტიურდეს, ან არ არის გამორიცხული, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყოთ ახალ ადამიანთან, რომელიც ნამდვილად არ იქნება ასეთი შენელებული კადრი, როგორიც წინა მორბეთი.
ეს გახლავთ პირველი ვარიანტი, მადლობა პირველებო. მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში. ველი თქვენს ლაიქს, კომენტარს, ძალიან მნიშვნელოვანია და გეტყვით რომ მადლობელი ვარ თითოეული თქვენი უკავშირით, მადლობელი ვარ თქვენი თბილი სიტყვებისთვის და ასევე მოგიწოდებთ რომ ბალანსისთვის კიდევ უფრო გააქტიურდეთ. მეორე ვარიანტი, ვინც ავირჩიეთ ავანტურინი. ნახოთ მნიშვნელოვანი მოვლენები. თქვენს რეალობაში. მეგობრებო, სამკუთხედში ვართ? თუ აქ თქვენ სამკუთხედში ხართ მეგობრებო და რაღაც მომენტში манипуляციების მსხვერპლი ხართ, ეს გაშლა თქვენია ნამდვილად. თუ თქვენ ხართ მეორე ადამიანი ამ ადამიანის თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში და ეს ადამიანი არის ცოლიანი, რაღაც მომენტში ეს ადამიანი თავისი манипуляციებით ცდილობს რომ თავის ჭკუაზე გათამაშოთ და მე გეტყვით რომ საკმარისია და აქ კარტი გირჩევთ რომ საკმარისია და უნდა დაასრულოთ აი ამ ადამიანის манипуляციები თქვენი მისამართით. თუ ვინმეს რაღაც სამსახურის მხრივ სურს განვითარება, აქ გეტყვით რომ ლიდერობა თქვენს ხელშია, რაღაც შეიძლება ისეთი სამსახურის შემოგთავაზონ, რაც ჯერ არ იცით, გამოცდილება აი ამ საქმეში არ გაქვთ, თქვენთვის არ არის ცნობილი თუნდაც ახლა, მაგრამ შეიძლება რაღაც შემოგთავაზონ, რაც აუცილებლად უნდა მიიღოთ და შეიძლება თქვენი რეალობა აი ამით. მაგრამ როგორც გითხარით, აქ უფრო მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ ეხება მამაკაცს, რომელიც რაღაც მომენტში თქვენი გრძნობებით, ემოციებით манипуლირებს, აქ ტარო გირჩევთ, რომ დაასრულოთ ეს ყველაფერი, ან შეცვალოთ, დაელაპარაკოთ კატეგორიულად და მოსთხოვოთ, ან ასე იქნება, როგორც თქვენ გსურთ, ან აღარაფერი აღარ იქნება ისე, საკმარისია თქვენი გრძნობებით манипуლირება, რადგან ამას ძალიან ნეგატიურ ენერგიებში გადაყევხართ. ეს იყო მეორე ვარიანტი. მეორეებო, მადლობა და დაგელოდებით კომენტარებში და მესამე ავანტურინი. თქვენ კვირა როგორი იქნება? მეგობრებო, თქვენ საკმაოდ ძლიერი ქალბატონები თუ მამაკაცებიც მიყურებთ, მამაკაცებიც, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი ადამიანები მიყურებთ. ძალიან ძლიერი ნებისყოფა გაქვთ. თქვენ გეძლევათ ახალი შანსი რომ გამოჩნდეთ საზოგადოებაში პირველ რიგში. შეიძლება სადმე მოგიწიოთ წასვლა ცოტა შორმანძილზე, შეიძლება გადაადგილება გქონდეთ და აი იქ თქვენ იქნებით ვარსკვლავურ ენერგიებში, თქვენ იქნებით ეპიცენტრში ნამდვილად და თქვენ იქნებით გამორჩეულად ბრწყინვალე იმ ადგილას, სადაც არ უნდა იყოთ. თუ ეს სამსახურეობრივ სფეროს ეხება და თქვენ გსურთ რომ მოიპოვოთ აღიარება, ან სოციუმში, სადაც თქვენ მიდიხართ, შეიძლება სადმე მიდიხართ დასასვენებლად, აუცილებლად იქნებით გამორჩეული და აუცილებლად იქნებით ყურადღების ცენტრში. ზოგიერთ თქვენგან სურვილის ასრულება უწერია აი ამ კვირაში და მე გთხოვთ მომწეროთ ვინ ხართ მესამეები, იმიტომ რომ საოცრად კარგი ვარიანტია თქვენი ნებისყოფის და ძალისხმევის ხარჯზე თქვენ სასურველ მიზანს აღწევთ, რაც არ უნდა ჩაგიფიქრებინათ და რჩება. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი
ძველ საცხოვრებელ ადგილზე გაემგზავროს თავის სამშობლოში, ან შეხვდეს ძველ მეგობარს, ძველ ნაცნობს და მოხდეს ემოციების გაცვლა-გამოცვლა, კარტი გირჩევთ, რომ თქვენ დატკბეთ აი ამ ემოციებით, ბავშვური ემოციებით, რაც თქვენ მოგიტანთ აი ბედნიერებას, სიხალისეს და სისავსეს. აქ ნამდვილად გელით ძალიან სასიამოვნო შეხვედრები, სასიამოვნო განცდები და მე თქვენ წარმატებას გისურვებთ. ეს გახლავთ მესამე ვარიანტი, ვინც ლაბრადორიდი ჩაიფიქრა, დაგელოდებით და საუკეთესო კვირას გისურვებთ.